მოგესალმებით, მე ნოდართაძე ვარ, ეს ჩემი YouTube არხია, პირველ რიგში მინდა გთხოვოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო. ძალიან მინდოდა მონოლოგის ჩაწერა თემაზე, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიახ, ხანდახან ხდება ისე, რომ დღეები ერთმანეთს ემსგავსება. თითქოს ერთი დიდი რუტინის ნაწილი ხდები და ვეღარ ამჩნევ, როგორ გადის დრო. დილიდან საღამომდე ყველაფერი წინასწარ დაწერილ სცენარს გავს. ადგომა, საქმე, სახლი და ისო ყველაფერი თავიდან. მაგრამ არის მომენტები, როცა ჩერდები და ფიქრობ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? საერთოდ რა არის ამ ცხოვრების აზრი? ამ ფიქრებს ყველაზე მეტად სიჩუმე აძლიერებს. სიჩუმე, სადაც შენი გულის ხმა ისმის და ხედავ იმას, რაც შეიძლება დიდი ხანი არ შეგიმჩნევია. ერთხელ მეც გავჩერდი. გავხსენე, როგორ ვოცნებოდი ბავშვობაში. როგორ წარმოვიდგენდი ჩემს მომავალს, როგორ ქმნიდი ჩემს სამყაროს. ის პატარა ნოდარი არასოდეს ფიქრობდა რუტინაზე. ის ხედავდა ფერებს, უცნებობდა დიდზე და ყველასთვის ბედნიერების მოტანას ცდილობდა. მე გავიზარდე და ყოველდღიურობამ თითქოს დამაბრუნა რაღაც მრუდე გზაზე, სადაც ყველაფერი სიჩქარით ხდება, სადაც ადამიანებს თითქმის დრო აღარ გვაქვს ერთმანეთისთვის. მაგრამ ამ ჩქარსვლაში ერთხელ შევჩერდი. და როცა შევჩერდი, ყველაფერი სხვანაირად დავინახე. ჩემმა შვილმა მარიამმა სხვანაირად დამანახა დღეების მნიშვნელობა, მისი ხიმილი. მისი ბავშვური გულწრფელობა მასწავლის, რომ უბრალობაშია მთავარი. ჩემ მეუღლე ანა ყოველდღე მახსენებს, რა ძვირფასია ის მომენტები, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი გვხდება. ცხოვრება არც ისე ჩახლართულია, როგორც ჩვენ მოვხედავთ. ის პატარა დეტალები, რომლებსაც ხშირად ვერც ვამჩნევთ, აი ისინი ქმნიან ჩვენთვის ძალიან დიდ სილამაზეს. კადრი, რომელიც კამერით გადავიდე, მზის ჩასვლა, რომელიც უბრალოდ დავინახე, მაგრამ გულში ჩავიწერე. დიახ, ცხოვრება ამ მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო დეტალებისაგან შედგება. დიახ, მე ვცდილობ არ გამოტოვო არც ერთი წამი. ვცდილობ ჩემი დღეები იყოს ისეთი, რომ ვიამაყო მათით. და ყველაზე მთავარი, არ გავიქცე ცხოვრებას, არ გავიქცე სიყვარულს, ურთიერთობებს, იმ მომენტებს, რომლებიც სულ ჩვენ წინ არის. ეს მონოლოგიც, რომელსაც ახლა მეგიყვებით, ერთგვარი შეხსენებაა ჩემთვის და თქვენთვის. შეხსენება, რომ ჩვენ ვქმნით ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ ვართ საკუთარი დღეების შემქმნელები. და თუ გადავწყვეტ, თითოეული დღე შეიძლება იყოს რაღაც განსაკუთრებული. ჩვენი ცხოვრების საუკეთესო ნაწილი. როცა ხვალ დადგება ახალი დღე, უბრალოდ შევჩერდით. გავხედოთ ირგვლივ. ვიგრძნოთ ის, რაც ჩვენს გულში ცხოვრობს. და შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ცხოვრება გაცილებით ლამაზია, ვიდრე აქამდე ვფიქრობთ. არ დაგავიწყდეთ. გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და დაალაიქეთ ეს ვიდეო. აბა მომავალ შეხვედრამდე.